ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 7 ივლისს ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. მას შემდეგ, რაც ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ირანის წინააღმდეგ 12-დღიანი ომი უპირობო წარმატების მომტანი აღმოჩნდა, დონალდ ტრამპი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე გადაერთო. მისმა ადმინისტრაციამ შეთანხმების პირობებზეც იმუშავა. 6 ივლისს ვაშინგტონში გამგზავრებამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მედიასთან დადებითად შეაფასა, თუმცა პირობების შესახებ არ უსაუბრია. მოლაპარაკებისთვის რომ მზადაა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრი სახლის ლურჯ ოთახში დონალდ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ერთად ვახშმობისასაც დაადასტურა. Ფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპის ხელმძღვანელობით შეგვიძლია მივაღწიოთ მშვიდობას ჩვენსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. Ფიქრობ, რომ ერთად მუშაობით დავამყარებთ ხანგრძლივ მშვიდობას, რომელიც ჩვენს მთელ სამეზობლოზე გავრცელდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანთან მოლაპარაკებებისთვისაც მზადაა. ვფიქრობ, ირანს სურს შეხვედრა და მშვიდობა. მე ამ გადაწყვეტილებას სრულიად ვეთანხმები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა დონალდ ტრამპის ძალისხმევა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს. მან იგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეც წარადგინა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ წერილი დონალდ ტრამპსაც გადასცა. ბატონო პრეზიდენტო, მინდა წარმოგიდგინოთ წერილი, რომელიც ნობელის პრემიის კომიტეტს გავუგზავნე. წარგადგინეთ მშვიდობის დარგში, რაც ნამდვილად დაიმსახურეთ. თქვენის უნდა მიიღოთ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გარდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეხვდა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. 8 ივლისს კი ბენიამინ ნეთანიაჰუ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს შეხვდება. პარალელურად ღაზის სექტორში ძლიერი აფეთქება მოხდა. მისი გამოწვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ღაზის სექტორში იმედს გამოთქვამენ, რომ ვაშინგტონში ვიზიტი მათ მშვიდობას მოუტანს.